მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ეხლა ვნახე ვინმე ნეოს ვიდეო, რომელიც ფაქტიურად დასცინის კიდევ ერთ ქრისტიანულ რიტუალს, ეს არის წესის აგება და ამბობს, რომ ეს არის მოგონილი და თითქოს ქრისტიანობაში არასდროს ესე იგი წესის აგება არ არსებობდა. და მე ჩემი ახლობელია, ძალიან ახლობელი ადამიანია, მამა გიორგი თევდორაშვილი. ფაქტიურად გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობ მასთან და მე მამაოს უთხარი, რომ მეთქი მამაო, რამოდენიმე დღის წინ, აი სანამ მამას ჩაწერდა ეს ბიჭი, რომ იქნებ თქვენ ძალიან გამოცდილი მოძღვარი ხართ, ძალიან ბევრი ადამიანი გისმენთ და იქნებ ჩაწეროთ ამ ბავშვზე რამე ვიდეო განმარტება და ეხლა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ჩემი სიტყვა იმდენად არ ფასობს, როგორც რა თქმა უნდა მღვდლის სიტყვა, ხო? ამიტომ მღვდლები, როდესაც აფრთხილებენ მრევლს, ეს უფრო ხალხისთვის უფრო მისაღებია და უფრო კურთხევასავით არის, ლოცვა კურთხევასავით, ხო? რომ აი მაგალითად არ მოусმინო გაუფრთხილდე და ასე შემდეგ და მამაო მითხრა, რომ მამამისი ძალიან კარგი ადამიანი არისო, ჩემი მეგობარია სასულიერო პირიო და ამიტომ თავს ვიკავებო, რომ გასაგები ადამიანური ფაქტორია მოკლედ. ისე მოკლედ სხვადასხვა ვიდეოებშიო მინიშნებით თქვი ამ ბავშვზეო, რომ არ არის კარგ დღეშიო, მაგრამ ესე ვერ ჩავწერო გასაგები მიზეზების გამო. მე მესმის მამაოსი გასაგებია, მამამისთან მეგობრობს და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო, რაზე მაქვს საუბარი და მერე უპასუხოთ ამ ბავშვის კიდევ ერთ ერეტიკულ ბოდვას. ჯვრის არ არსებობს პირდაპირ გეტყვით, ესე ტერმინი ჩვენი მოგონილია. დიახ, მამაო, მართალია, თქვენი მოგონილია. კიდევ რა არის თქვენი მოგონილი, ხო ვერ გეტყვით? მაგალითად მე გეტყვით კიდე ერთს, წესის აგება. იმედია დამეთანხმებით, რომ ადამიანი სამოთხეში მოხვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია მიიღებს თუ არა ღმერთის წყალობას რწმენით, ხო? იესო როგორც ამბობს, ვისაც ჩემის წამს არ წარუდგება სამჟავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. და არა იმაზე, თუ რამდენ ფულს გადაუხდინა შენი ნათესავები მღვდელს, ხო? აი მეგობრებო, რაც ახლა ილაპარაკა და იბოდიალა ამ ბავშვმა, ხო? თუნდაც ჯვრის აყრა ესეთი ტერმინი არ არსებობს. და ესეთი რიტუალი არ არსებობს, მაგრამ ქორწინების გაუქმება ქრისტიანობაში თავიდანვე არსებობდა, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში და მაცხოვარის ბრძანებს, ხო? თქვენი გულქვაობისთვის მოგცათო, თქვენო მოსემო გაყრის, ასე თქვათ, წერილის დაწერაო, ხო? ანუ რომ ეყრებოდნენ ერთმანეთს ებრაელები ესეთ წერილს წერდნენ და ეს იყო ძირითად შემთხვევაში მრუშობაზე, ხო? ანუ თუ და მაცხოვარი ამბობს, რომ ვინცო მრუშობის გარეშე გაუშვასო, ცოლიო, მასო, ესე იგი მრუშად აქცევსო და ვინცო მე მრუშე შეირთოს, ისიც მრუშობსო, ხო? და ანუ მაცხოვარი ამითი რას ამბობს, რომ შესაძლებელი არის განქორწინება ქრისტიანულ, ასე ვთქვათ, ეკლესიაში და ეს ძირითადად ხდება არა რაღაცა რიტუალით, აი როგორც ჯვრის წერა არის საიდუმლო, ხო? არამედ ეპისკოპოსის კურთხევით. ამას წვეთს ქორეპისკოპოსი, ხო, პატრიარქის, ჩვენ შემთხვევაში მეუფე თეოდორე წვეთს ხოლმე ესეც აკითხებს მეორედ ქორწინების საკითხს და მარტო ის არ არის ხა ამ შემთხვევაში მრუშობა, იმიტომ რომ თუ ეხა ქმარი ნარკომანია ან ფსიქოპატია ან ასე შემდეგ, თავს ხوار მოაკვლევინებს, ხო, ის ცოლი უნდა გაშორდეს, თუ ცემს და კლავს. არიან ესეთი ავადმყოფი კაცები სამწუხაროდ. ამიტომ ეს პრაქტიკა ტერმინოლოგიურად არ არსებობს, ამაზე აქვს ხაზგასმა და რიტუალი არ არსებობს, რომ ეპისკოპოსის კურთხევით ადრე ჯვრის წერის რიტუალიც არ არსებობდა, ეპისკოპოსთან მიდიოდნენ, ეპისკოპოსი დალოცავდა და ესე ხდებოდა ჯვრის დაწერა, ხო? მაგრამ ეხა მღვდელიც რო წერს რეალურად ჯვარს, მღვდელი წერს ეპისკოპოსის კურთხევით. ანუ მაინც ეპისკოპოსი არის საქმის კუში, იმიტომ ეპისკოპოსმა მიანდო მას ეს სამღვდელო, ესე ვთქვათ, მსახურება და ჯვრის წერაც ყოველთვის ეპისკოპოსის კურთხევით სრულდება. შეიძლება თვითონ ეპისკოპოსმა დაწეროს ან მის მიერ, ასე ვთქვათ, მისი მინდობილობით მღვდელმა დაწეროს ჯვარი. ეს ყოველთვის ესე ხდებოდა ეკლესიაში და ადრე წესგანგება ესე ქორწინების არ იყო დახვეწილი, იცით თქვენ რომ მირონცხებაც არ არსებობდა, იყო ხელდასხმა და ხელდასხმით გადადიოდა სულიწმინდის ნიჭები ადამიანებზე, ეს მოციქულთა საქმეებში კარგად ჩანს და შემდეგ უკვე მირონცხება შემოვიდა, ხო? ანუ ეკლესიაში რაღაცები იხვეწებოდა. ამიტომ ეხა იმის თქმა რომ იცი რა ჯვრის აყრა არ არსებობს ტერმინოლოგიურად ესეთი, იმიტომ რომ თვითონ წერია, ხო, ვინც ღმერთმა შეაუხლა, კაცნი ნუ განაშორებს. ანუ რიტუალურად კაცი ვერ განაშორებს, თორე ეპისკოპოსი აძლევს კურთხებას იმაზე, მეორედ ქორწინებაზე.
ანუ ღმერთი იმაშობა აღასრულებს ყველაფერს, ის კაცი მართლა ვერ განაშორებს, ეხლა ჯვრის წერაც და ზიარებას და აღსარებას და ყველაფერი ქრისტე მოქმედებს. შენდობის საიდუმლოშიც ქრისტე მოქმედებს, ზიარებაშიც ქრისტე მოქმედებს, მირონცხებაშიც და შვიდივე საიდუმლოში ქრისტე მოქმედებს. ამიტომ აი მაცხოვარი, როდესაც ეს სწორედ უნდა გავიგოთ, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ კაცი ნუ განაშორებს, აქ იგულისხმება აი საერო დონეზე ქორწინების გაუქმება და რაღაც აი რო გაწყვიტო ქორწინება და ის მაინც ჯვარი გაქვს დაწერილი და თუ სხვა ცოლს მოიყვან ეკლესიის კურთხევის გარეშე ის გერაცხება მრუშობათ. ანუ მაინც ჯვრის აყრაა, იმიტომ რომ მიდიხარ ეპისკოპოსთან და ითხოვ ნებართვას მეორედ ქორწინებაზე. აი ეს იგულისხმება. და ამ უბიცმა ბავშვმა ეს არ იცის. ეხლა რაც შეეხება წესის აგებაო, ეკლესიური წესის აგებაო მოგონილიაო, მე ნუ ამ ბავშვს უსურებ სინანულს, ღმერთმა 100 წელი აცოცხლოს, მაგრამ მე უსურებ რომ შეინანოს, იმიტომ თუ არ შეინანებს 100 წლის მერე მე თარგმნებული ვარ, თუ ისევ ამ სექტაში, რაც სექტა დაარსა, რაღაც მეოღოველების სექტა, თუ გარდაიცვლება, ჯვარი წერია ღმერთმა სინანული მისცეს, მასზე ნამდვილად არ აეგება წესი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს ეკლესიას უარყოფს და თვითონ თავისი პირით თქვა, რომ მე ამ ეკლესიის წევრი არა ვარ, ნუ თუ არ შეინანა, წესი არ აეგება, აი როგორც გირჩის სექტის წევრებზე მღვდლების პასპორტი რო აიღეს, აღარ შეიძლება ხო წესს აგება. ეხლა რაც შეეხება თვითონ რო ამბობს, რომ მოგონილია ეს და ჩვენ მოვიგონეთ და კიდე რა მოიგონეთო თქვენ, აი ამასთან დაკავშირებით მინდა ეხლა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომ აბსოლუტურად ბიბლიურია წესის აგება. ქრისტიანული წესის აგება არ არის მაგიური რიტუალი, დიახ, რომელიც ადამიანს ავტომატურად აცხონებს. კი ბატონო, რასაც შენ ამბობ, ესე არის, ავტომატურად არც ტაძრიდან გამოსვენება არ გაცხონებს, ზოგი რო ფულს გადაიხდის ხოლმე, რომ ტაძრიდან გაასვენოს, ტაძრიდან გასვენება უბრალოდ არის პატივისცემა მიცვალებულის მიმართ და იქ ნუ დასვენებული რო არის, ფსალმონებს უკითხავენ, ლოცულობენ, მღვდელი წესვე იქვე ეკლესიაში უგებს და ასე შემდეგ, თორე ეს არ არის გრიგოლ დიოლოგოსის იმაში არის დიალოგებში იტალიელ მამათა ცხოვრებაში, კათაკმევლები რო და ისა მწვალებლები რო დაასაფლავეს, ხო, ტაძრის შიგნით და მღვდელი როდესაც გამოდიოდაო და ამბობდა კათაკმევლო განვედითო, კუბოები ამოიწევოდაო, ესე იგი იმითიან და რა ქვია, საფლავიდანო და მიცვალე კუბოები გარეთ გადიოდაო. ესეთი ხილვა ქონდა თუ ეხლა ნამდვილად კი არ ხდებოდა ესეთი რაღაც. ესეთი ხილვა ქონდა. ნუ ამითი რისი თქმა მინდა, რომ წესის აგება არ არის იმის გარანტი, რომ ადამიანი აუცილებლად ხონდება. კი ბატონო, მაგრამ წესის აგება არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ადამიანის სული იმ ქვეყნად დამშვიდდეს და შეეწევა ამ ქვეყნიური, ესე იგი, მებრძოლი ეკლესიის ლოცვა იქაურ ქვეყანაში შეეწევა სულს. ეს არის ეკლესიის ერთობლივი ლოცვა მიცვალებული სულის შესავედრებლად ღმერთთან და მისი სხეულის პატივით მიბარება მიწისთვის, რადგან ქრისტიანისთვის სხეული სული წმინდის ტაძარია. ახსოვთ ხო, პავლე მოციქული ამბობს, ნუ თუ არ იცით, რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი და სული ღვთისს მკვიდრობს თქვენში. ვინც გახსნის ღვთის ტაძარს, ღმერთი გახსნის მას, რადგანაც წმინდა ღვთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ, ხო? აი ეს ნეოსნაირი ერეტიკოსები ხშირად ითხოვენ სიტყვასიტყვით ეწეროს, ესე იგი ბიბლიაში წმინდა წერილში, რომ ესე იგი წესი აუგეს ვინმეს და ესეთი რაღაც არ ეწერება, იმიტომ რომ ბიბლია ლიტურგიკული კრებული არ არის და არც კურთხევანი არ არის ბიბლია, ხო? სამღვდელო კურთხევანი რო არის. თუმცა მიცვალებულთა დასაფლავების სპეციალური რიტუალები გლოვა და რაც მთავარია მათთვის ლოცვა პირდაპირ გამომდინარეობს წმინდა წერილიდან, იმიტომ ყველაფერი წმინდა წერილზე დაყრდნობით არის ქრისტიანულ ეკლესიაში. ლოცვა და მსხვერპლი მიცვალებულთა ცოდვების მისატევებლად. ყველაზე პირდაპირი ბიბლიური დასტური ხდება მაკაბელთა მეორე წიგში. როდესაც იუდა მაკაბელმა ბრძოლაში დაცემული მებრძოლებს კერპები ან სამკაულები, ესე იგი, უპოვა, მან შეაგროვა ფული და იერუსალიმში გაგზავნა ცოდვის შესაწირავის აღსავლენად და თვითონ იუდა მაკაბელი ამბობს, რომ იმიტომ დაეცნენ ებრაელი ჯარისკაცებიო, რომ კერპები ჰქონდათო და ყველა დაცემულ ჯარისკაცს ფაქტობრივად კერპები უპოვეს და იუდა მაკაბელი ამბობს, რომ აი ეხა ეს არის თან აი წითელ ძაფებს და ამულეტებს და ლურჯ თვალებს და რაღაცებს რო ატარებენ და Facebook-ზე ძდებენ ხოლმე, აი ლურჯ თვალს და რაღაც ამულეტების ვისაჯეროს. ეს არის ჩვეულებრივი კერპები. ხო, ნახეთ, რადგან ფიქრობდა, რომ დიდებული მადლი ელის კეთილმსახურებით განსვენებულებს. ეს იყო წმინდა და კეთილმსახურებრივი ფიქრი, ამიტომაც აღავლინა შესავედრებელი ლოცვა მიცვალებულთათვის, რათა განწმენდილიყვნენ ცოდვისაგან. ანუ იმ კერპები რო უპოვა მაგისგან, ამ ამულეტები. ეს არის მეორე მაკაბელთა მე-12 თავის 44-45 მოხლი. ანუ პირდაპირ წერია, რომ იუდა მაკაბელმა შეწოდებების გამო მიცვალებულებისთვის, ასე ვთქვათ, მსხვერპლის შეწირა და ილოცა, შეკვეთილი წირვა რაც არის, ხო? ჩვენ ნუ ძველ ახმაში ეს არ არსებობდა ამ მნიშვნელობით, მაგრამ ძველ მაშინ სისხლიანი მსხვერპლი იწირებოდა მიცვალებულებისთვის და ეხლა უსისხლო მსხვერპლი იწირება, ხო? ქრისტეს უსისხლო მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტები ამ წიგნს კანონიკურად არ მიიჩნევენ, ის ისტორიულად ადასტურებს, რომ ქრისტემდეც კი ებრაელებში მიცვალებულთათვის ლოცვის რიტუალი ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, დიახ. და თვითონ პავლე მოციქული ლოცულობს მიცვალებულთათვის. წმინდა პავლე მოციქული თავის მოწაფეს ონისიფორეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, ეს ტექსტიდან ნათლად ჩანს, რადგან პავლე მის ოჯახს კითხულობს, თავად მას იგი წარსულში საუბრობს, ასე ლოცავს. მიცეს მას უფალმა წყალობის პოვნა უფლისაგან იმ დღეს, ეს არის მეორე ტიმოთეს მე-12 თავის მე-18 მუხლი. ეს არის პირდაპირი ახალახმისეული ლოცვა მიცვალებული სულის საოხად. ხო, სხეულის როგორც ტაძრის პატივისცემა და საგანგებო დაკრძალვა. ქრისტიანული წესის აგება სხეულის პატივისცემასაც მოიცავს. ბიბლიაში სხეულის სულიწმინდის ტაძარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-19 მუხლი. თავად ქრისტეს დაკრძალვა მოხდა მაშინდელი იუდაური წესის სრული დაცვით. ნელსაცხებლების ცხება, ტილოები და ასე შემდეგ. ნელსაცხებლებიც ზუსტად აიმისთვის მიდიოდნენ, რომ მიცვალებულთვის ნელსაცხებელი ეცხოთ ხომ მაცხოვრის სხეულისთვის. იაკობ მამამთავრისა და იოსების დაკრძალვას კი სპეციალური ხანგრძლივი რიტუალური გლოვა ახლდა თან. ეს არის დაბადების 50 თავის 1-14 მუხლები, ხო? 40 დღე ტიროდნენ, აიქიდან მოდის იაკობ მამამთავარსო ეგვიპტეშიო, იოსები 40 დღე დასტიროდა, აიქიდან მოდის 40. ქრისტიანული 40 ზოგი რომ ამბობს, გამოგონილი არისო და 40 არ უნდა აღნიშნავდეთო, ხო? თუ რიტუალი მოგონილია ის სადღაც გვიან შუა საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო, თუმცა პირველივე საუკუნეების წმინდა მამები პირდაპირ აღწერენ მიცვალებულთა მოხსენებისა და წესის აგების პრაქტიკას. წმინდა ეფრემ ასური წერს, როდესაც ჩემი დღეები დასრულდება, მომიხსენიეთ ლოცვებში და ფსალმუნებში, თუ ცოცხალთა მსხვერპლი წმენს მათ, ვინც შესწოდა, მით უმეტეს შეეწევა მათ ეკლესიის ლოცვა. ეს არის ეფრემ ასური მე-4 საუკუნის მამა. წმინდა იოანე ოქროპირი ასევე მე-4 საუკუნე, მე-5 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა 407 წელს. ის დეტალურად განმარტავს, რატომ არის აუცილებელი მიცვალებულისთვის წესის აგება და ლოცვა ლიტურგიაზე. მოციქულებმა ტყუილად როდი დაადგინეს, რომ საშინელი საიდუმლოების ევქარისტიის აღსრულებისას მოვიხსენიებდეთ მიცვალებულებს. მათ იციან, რომ აქედან დიდი სარგებელი და ნუგეში ეძლევათ მათ. ეს არის ჰომილია ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეზე წმინდა პავლე მოციქულის. ანუ განმარტება ფილიპელთა ეპისტოლის. წმინდა დიონისი არეოპაგელი, ეს არის ესე იგი ნაშრომის საეკლესიო იერარქიის შესახებ. ამ ფუნდამენტურ ნაშრომში მთელი თავი ეძღვნება მიცვალებულთა დაკრძალვის საეკლესიო წესს. ავტორი დეტალურად აღწერს, როგორ მიასვენებენ მიცვალებულს ტაძარში, როგორ კითხულობს ეპისკოპოსი ან მღვდელი. ლოცვებს, როგორ ცხებენ ზეთს და როგორ უგალობენ ფსალმუნებს. ეს არის ზუსტი ანალოგი დღევანდელი წესის აგებისა. კი ბატონო. და კიდე პირველი მე-3 საუკუნეებშიც თქვენ 10 დიდი დევნა იყო, ვიდრე ესე იგი იმპერატორ ნერონიდან დაწყებული იმპერატორ ესე იგი დიოკლეტიანემდე 10 დიდი დევნა განიცადა ეკლესიამ 313 წლის მილანის ედიქტამდე და პირველი 3 საუკუნე იყო ძირითადად დევნა, ხო, იმიტომ რომ 300 თუ ზუსტად მახსოვს 4 წელში უკვე თუ 304-ში მე მგონი უფრო კონსტანტინე დიდი გახდა იმპერატორი, ხო, მე პირველი 3 საუკუნე ასე ვთქვათ. იყო დიდი დევნები, 10 დიდი დევნა. რომის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის კატაკომბებში, სადაც პირველი ქრისტიანები იმალებოდნენ და კრძალავდნენ მოწამეებსა და დედმა მამიშვილებს, აღმოჩენილია უამრავი წარწერა კედლებზე. მოიხსენე უფალო სული მონისა შენისა, იხარე ქრისტეში და ილოცე ჩვენთვის. კატაკომბებშივე ტარდებოდა ლიტურგია მიცვალებულთა საფლავებზე, რაც დღევანდელი პანაშვიდისა და წესის აგების პირდაპირი წინაპირობაა. ქრისტემ თქვა, ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან ყველა ცოცხლები არიან მისთვის. ეს არის ლუკას სახარების მე-20 თავის 38 მუხლი. თუ კი ეკლესიაში ცოცხლებისთვის ლოცვა ავადმყოფობისას, მოგზაურობისას, განსასწრებისას ბიბლიურია და მისაღები, მაშინ რატომ ხდება არაბიბლიური ლოცვა იმ ადამიანისთვის, რომელიც სხევლით მოკვდა, მაგრამ სულით ცოცხალია და ღვთის სამჟავრო წინაშე დგას. სიკვდილი ქრისტიანებს ერთმანეთს ვერ აშორებს, რადგან ქრისტეს სხეული ეკლესია ერთია, როგორც მიწიერი ისე ზეციერი. ნეოსნაირი ერეტიკოსების პრობლემა ისაა, რომ მათ არ ესმით ეკლესიის როგორც ერთიანი ორგანიზმის არსი. წესის აგება არ არის ჯადოქრობა, არამედ ეკლესიის სიყვარულის უკანასკნელი გამოვლინება თავისი წევრის მიმართ, გაცილება მარადიულობაში ლოცვით, ფსალმუნებითა და ცოდვათა მიტევების თხოვნით. ამ პრაქტიკას 2000 წლოვანი უწყვეტი ბიბლიური და ისტორიული ფესვები აქვს და შესაბამისად ნეოსნაირი ერეტიკოსები ამას ვერ გააუქმებენ და ვერ წაშლიან. აი ეს მინდოდა მეთქვა და სინანულს უსურვებ ამ ბავშვს დაღუპვის გზაზეა. ღმერთი შეგვეწიოს ყველას. მადლობა ყურადღებისთვის.